მოგესალმებით ჩემი ძვირფასებო. ეს არის არქიტრავის მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა აგვისტოს ბოლომდე რა შეიძლება თქვენს პირად ცხოვრებაში. რა ცვლილებები შემოდის აგვისტოს თვეში თქვენს პირად ცხოვრებაში. წარმოთქვით მხოლოდ საკუთარი სახელი და მაშინ ნახოთ ვინ ხართ თქვენ. რა პასუხისმგებლობები გაქვთ ურთიერთობებზე აკიდებული ვერთხები? არ ვიცი, ძალიან მძიმე ტვირთად იქცა თქვენთვის უკვე პენტაკლების მეფესთან ურთიერთობები. ეს არის სტაბილური პარტნიორი, ეს არის შემდგარი ადამიანი, რომელთანაც ახლა არის დიდი გაურკვევლობები, სხვათა შორის ეს ურთიერთობა, როგორც თქვენთვის კაცრავად, ასევე მისთვისაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ბოლო პერიოდი განსაკუთრებით, ბოლო ორი პერიოდი. აქ არის დეპრესიული ფონი, ძალიან განცდებში ხართ, ძალიან უკმაყოფილო, წასული პარტნიორია, გატრიალებული პარტნიორია. აქ თუ დააპაუზებულ ურთიერთობას განვიხილავთ, დამთავრებულ ან დააპაუზებულ ურთიერთობას განვიხილავთ, მოგიხოთ. შორიდან მიდის თვალთვალი. იმპერატორი ძალიან თავისებურია მეგობრებო, მას თავის წესები და კანონები გააჩნია, ისა ყოველთვის ისე მოიქცევა, როგორც ის თulis საჭიროდ დამერწმუნეთ, ძალიან ნაკლებად ითვალისწინებს სხვების აზრს, კაცრია, მომთხოვნია, მაგრამ ძალიან გავხართ ერთმანეთს, ძალიან ავსებთ ერთმანეთს. რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე ახლა ამ წუთას? ვერ გიშვებთ და აუცილებლად უნდა რომ ეს შანსი მოითხოვოს. ფიქრობს რომ სამყაროს განბოძებული უზარმაზარი საჩუქარი ხართ, რომლის გაშვებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ძალიან დიდი შიში აქვს რომ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ასების მეფე, უკვე სხვა პიროვნება, რომელიც მოიტანს ცვლილებებს რადიკალურ ფუნდამენტურს თქვენს პირად ურთიერთობებში და თვითონ აღმოჩნდება გზის მეორე ნაპირზე. ანუ ძალიან დიდ კრიზისებში, ძალიან ტრავმირებულ ურთიერთობებში, სადაც აღდგენა ფაქტიურად შეუძლებელი იქნება. არა და ამ სცენარზე გამარჯვება უნდა ნახეთ ხუთიანი პენტაკლები და ექვსიანი კვერთხები იმდენად საინტერესო კომბინაციაში მოდის, რომ აი ეს კრიზისი თუ აი ეს რაღაცა ტკივნეული ენერგიები, რომელსაც გადიხართ ამდენი ხნის განმავლობაში, ძალიან უნდა რომ შეცვალოს ასიკეთო თვალსაზრისით. კონფლიქტი იყო თქვენთან როგორც ჩემს. ძალიან ბევრი ფარული ინფორმაცია, ფარული ურთიერთობები, ფარული ტენდენციები თქვენს ურთიერთობაში არ არის ყველაფერი სააშკაროზე გამოტანილი, შესაძლებელია თქვენი ურთიერთობაც ფარული იყოს, მეგობრებო. ეხლა პარტნიორისგან მოდის დისტანცია და რაღაცნაირად დასრულებისკენ მიდის ეს ურთიერთობა. აინტერესებს დაპაუზებული ურთიერთობა, რასაც ახლა ჩვენ განვიხილავთ, ამის განვითარება როგორი იქნება? ჩაკეტილი სივრცეა მეგობრებო. კვერთხების დედოფალი კუდიანი ქალია და ჩაკეტილი სივრცე თითქოს ელოდება დროს და მომენტს რომ მოქმედოს, მაგრამ ეს სიშორე რჩება სიშორე ჯერჯერობით. სადღაცას გამგზავრებას განიხილავს, საკმაოდ გრძელი გზა არის, სადღაცას გამგზავრებას განიხილავს და არ იცის ამ ურთიერთობაში რა როგორ შეცვალოს იმისთვის, რომ მოხდეს ფუნდამენტური ცვლილებები. ჯერჯერობით აი ეს დისტანცია რჩება, ანუ თუ დაპაუზებულ ურთიერთობას განვიხილავთ, ეს პაუზა აგვისტოს ბოლომდე გრძელდება. მისთანაც არ არის საერთო პარტნიორი, არის თუ არა იმის ალბათობა, რომ თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდეს ვინმე საინტერესო. იმდენად ხართ ჯერ კიდევ ძველ ურთიერთობებში მენტალურად, სექსუალური ენერგიებით, ფსიქოლოგიურად ჩარჩენილი, იმდენად ხართ, რომ ჯერ ციკლი არ დახურეთ. ჯერ ის ძველი ციკლი უნდა დაიხუროს იმისთვის, რომ ახალი ადამიანი შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, სამწუხაროდ ჯერ ეს თქვენ ვერ შეძელით. აქ არის манипуляციები, აქ არის ტყუილები, მაგრამ არის ალბათობა იმის, რომ თქვენზე პატარა ასაკით გამოვიდეს, ოღონდ ფრთხილად იყავით, არ გადახვიდეთ რაღაცა გარკვეულ მიჯაჭვულობებში, მიჯაჭვულ ურთიერთობებში. ნახეთ არ მოხდეს დამოკიდებულებები ენერგეტიკული მასზე, მიჯაჭვულობას მოერიდეთ მაქსიმალურად. სხვა შემთხვევაში 4 პერიოდი, აი აუცილებლად 4-4-იანი განმავლობა სხვათა შორის. 4 პერიოდი მნიშვნელოვანია, გარდამტეხია თქვენთვის პირად ურთიერთობებში, შეიძლება ეს 4 დღე იყოს, 4 კვირის ტენდენცია იყოს, მეგობრებო. ვიდეო აქტუალურია ნახვიდან პრინციპში, აგვისტოს პერიოდებში ვიწერთ ამ ვიდეოს. რაღაცა 4 თვის ტენდენცია შეიძლება იყოს.
და ნუ აი ძალიან საინტერესო წინადადებები მოდის პირად ურთიერთობთან დაკავშირებით. ახალი ადამიანის გამოჩენის უზარმაზარი ალბათობაა, თუმცა მაინც საფრთხილე გამოიჩინოთ. საკმაოდ ძლიერი ქალბატონი ხართ და ამიტომ ეცადეთ სწორი ნაბიჯები გადაწყდათ. არავითარ შემთხვევაში არ აღმოჩნდეთ სამკუთხედში, იმიტომ რომ ეს არ მოგიტანს არაფერს, არ მოგიტანთ არაფერს კარგს. აქ იქნება ადამიანი ძალიან აქტიური, ძალიან მონდომებული იმისთვის, რომ ურთიერთობები ჩამოყალიბდეს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ იმყოფებით სამკუთხედში. სამკუთხედი არ მოიტანს საინტერესო ენერგიებს და ვიბრაციებს იმისთვის, რომ იგრძნოს თავი კომფორტულად და ბედნიერად. აქ პარალელურად აუცილებლად აღნიშნავ ფაქტს, რომ ზოგადად პირადი ურთიერთობები და ეს სექსუალური ენერგიების თვალსაზრისით არის ძალიან დიდი წინააღმდეგობები და მიაქციეთ ყურადღება. აქ ვერ ლაგდება ვერც ერთი ურთიერთობა. ვერც პატარა ასაკთან, ვერც დიდ ასაკთან, ნახეთ, ვერც სამკუთხედში ან ვერ ალაგებთ პირად ურთიერთობებს, იმიტომ რომ აი აქ სექსუალური ენერგიების და პირად ურთიერთობებში სულ არის გარკვეული წინააღმდეგობები. ფანტასტიკური დაწყება, იდეალიზმი, მერე ხდება დისტანცია, ეს თქვენი აღფრთოვანებული ენერგიები, რომელიც არის ხოლმე ზოგადად ურთიერთობებში, გადაინაცვლებს მიჯაჭვულობებში, ავადმყოფურ განცდებში და ასე შემდეგ. ამიტომ აი ეს ირეკლავთ ერთმანეთს, თქვენ მკვერთხებით თასების დედოფალი, თქვენ ხმლების დედოფალი, თქვენი პარტნიორი ხმლების მეფე, ეს ზუსტად აინახეთ. ხდება უკვე არაჯანსაღი მიჯაჭვულობები, ენერგეტიკული, სექსუალური, მენტალური და ასე შემდეგ. ამიტომ აი აქ ეს ენერგიები ძალიან ცუდად თამაშობს, ამას მიაქციეთ ყურადღება. განთავისუფლდით იმისთვის, რომ რეალურად მოვიდეს დენიდან ქორწინებაც და ძალიან დიდი სიყვარულიც, ანუ სტაბილური ურთიერთობა. ახალი, სრულიად ახალი ადამიანი შემოვიდეს. მიაქციეთ ყურადღება თქვენს ენერგიებს, განსაკუთრებით სექსუალურ ჩაkrებს. წარმატებებს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე ძალიან მოყვარხართ. არ დაგავიწყდეთ და ალაიქოთ და გამიწერეთ ჩემი არხი. დროებით.